ეთერშია ქრონიკა დღის სიახლეებს ლიკა ტურიაშვილი გაგაცნობთ. დღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ქვეყნის ყველა მოქმედ ტაძარში დილიდან საღვთო ლიტურგია აღევლინა. ქართული სამოციქულო ეკლესია 6 მაისს წმინდისა დიდებულისა დიდმოწამისა და ძლევა შემოსილის გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით დღეს დილიდან რუსთავის ყველა მოქმედ ტაძარში საღვთო ლიტურგია აღევლინა. წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში მეუფე იოანემ სხვა სასულიერო პირებთან და საღვთო ლიტურგია აღავლინა. წირვის ბოლოს მეუფემ ტრადიციულ ქადაგებაში წმინდანის ცხოვრებასა და წამებაზე ისაუბრა. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ხსენებას წმინდა დიდმოწამისა გიორგისა, მის ნაწამებულისა დედოფლის ალექსანდროსი. თქვენ იცით რომ საქართველოს ეკლესია საგანგებოდ იხსენებს წმინდა დიდმოწამე გიორგის ნოემბერში 23 ნოემბერს სახელმწიფო კალენდრის მიხედვით და იხსენებს მის ბორბალზე წამებას. ხოლო დღევანდელი დღე იხსენება მისი მოწამე აღსასრულისა და თქვენ იცით რომ იმპერატორ დიოკლეტიანის კარზე ამაღლებული იყო წმინდა გიორგი ოთხედავთავარი. შემდგომ როდესაც იმპერატორმა დიოკლეტიანმა მოითხოვა წმინდა გიორგისგან ქრისტეს უარყოფა და კერპების მსხვერპლის შეწირვა, წმინდა გიორგიმ ისეთ უარი განაცხადა და შემდეგ დაიწყო მისი მრავალთვიანი წამება. წმინდა გიორგი ყველა წამების შემდეგ გამოდიოდა გამარჯვებული. არა მარტო იმით, რომ მტკიცედ იდგა სარწმუნოებაზე, არამედ მისი სიმტკიცის შესაბამისად სულიწმინდის მადლით, შეწევნით იყო დაცული და ბორბალზე როდესაც აწამეს გაუმთრდა სხეული, კირის ორმოში ჩააგდეს 3 დღე იქ იყო და არ დაიწყო მისი სხეული და მრავალი სხვა კიდევ სასწაული. წმინდა გიორგი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში მდიდარი ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. იგი დაახლოებით 275-300 წლებში მოღვაწეობდა და რომის იმპერატორის მსახური იყო, რომელმაც 30 წლის ასაკში ქრისტიანობისთვის აწამა. ისტორიაში წმინდა გიორგი შესულია როგორც ძლევა შემოსილი და უძლებელი ზეციური მხედარი. საქართველოს მიულოცა ამ ბრწყინვალე დღესასწაულს და მე არ მეგულება ქართველი რომისთვისაც მნიშვნელოვანი არ იყო ეს წმინდა გიორგის დღესასწაული და გვარავდეს თითოეულ ქართველს მისი მადლი, ძალა, ფარი, ხმალი და ყველა გიორგობას დავესწროთ სიყვარულით, ჯანმრთელობით, ბედნიერებით და სიხარით. ყველა რუსთაველს და სულიად საქართველოს სულოცავ დღევანდელ დღეს წმინდა გიორგის მადლი ფარავდეს სულიად საქართველოს გაამთლიანოს და გვეცხოვოთ ქვეყანაში როგორც ჩვენს ქვეყანას ჭირდება. გილოცავთ რუსთავს სულოცავთ ქართულ ხალხს მოლოცავ დღევანდელ დღეს რომ ბედნიერება ფრონებოდეს სულ კარგად ყოფნა, გაერთიანება ჩვენი სამშობლოს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდანის ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავს 6 მაისს წმინდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს მისი ბორბალზე წამების დღეს. რუსთავის თვითმმართველობა ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად რამდენიმე ღონისძიებას გეგმავს. 9 მაისს 12 საათზე ქალაქის ხელმძღვანელი პირები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დიდების ხეივანში შეხვდებიან. პირველ საათზე კი კულტურის ცენტრში სპეციალურად მათთვის კონცერტია დაგეგმილი. 1945 წლიდან მოყოლებული მოკავშირე რესპუბლიკები 9 მაისს ყოველწლიურად აღნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომს 700-მდე მონაწილე ქართველიდან 300-ი შეეწირა. 9 მაისს ქალაქის ხელმძღვანელობა რუსთაველ ვეტერანებს ფულად ჯილდოებსაც გადასცემს. ჩვენი თვითმმართველი ქალაქის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ ყველა ვეტერანს გადაეცეს ფულადი ჯილდო, ესე რომ თქვა და ყველა ვეტერანს ჩაერიცხებათ ანგარიშზე 100 ლარის ოდენობით თანხა და ასევე დიდი სამამულო ომის მონაწილესთან გათანაბრებულებს 50 ლარი და ჩვენი ხელმძღვანელობის და ასევე ჩვენი მცირეოდენი წვლილი გვინდა შევიტანოთ მათ ხანგრძლივ ცხოვრებაში. გვინდა რომ წინასწარ მოვეფეროთ და უსურვოთ ძალიან დიდხანს სიცოცხლე და ბედნიერება. რუსთავის კვირეულის ფარგლებში, წიგნის კვირეულის ფარგლებში დღეს ილია ჭავჭავაძის სახელობის მთავარ ბიბლიოთეკაში რუსთაველი ფოტოკორესპონდენტის რაჟდენ გაბრიჭიძის გამოფენა და მწერალ ვახტანგ გოგოლაძის წიგნის დედის წერილი პრეზენტაცია მოეწყო. წარმოდგენილი სურათები რუსთავის კულტურულ ცხოვრებას ასახავდა. კვირეულის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები ბიბლიოთეკაში კიდევ მოეწყობა.
შეხვედრა დღეს გაიმართა ასე საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში. შეხვედრა მოეწყო ვახტანგ გოგოლაძის წიგნის პრეზენტაცია იყო დღეს და რაშდენ გაბრიჭიძის ფოტო გამოფენა. ეს ორივე გახლავთ საკმაოდ საპატივცემულო და აღსანიშნავი ადამიანების ნამდვილად ქალაქში და ძალიან თბილ ატმოსფეროში წავიდა საღამო. მთელი ჩემი ცხოვრება ვიტყვიან მიძღვნილია ამ შემოქმედებს 50 წელზე მეტია ამ საქმეს შემსახურები და კიდევ რა თქმა უნდა დაფასება თავისებურად სასიამოვნოა. ჩემთვის დიდი პატივია ალბათ ამ ასეთი დღისთვის ღირს მუშაობა შრომა რომ ასეთი დღეები გქონდეს ცხოვრებაში და მისთვის ეს რომ ადამიანებს შენ საჩუქო ასეთი დღე სამი ახალი ფილმი და ნოვატორული იდეები, რომლის განხორციელებასაც რუსთავში კინოთეატრ რუსთაველის მარკეტინგის ახალი მენეჯერები გეგმავენ. პირველი სამუშაო დღე მათ ფილმის პრემიერით დაიწყეს. რუსთაველებს ახალი ბლოკბასტერის უცხოპლანეტელთა შემოტევა ბრძოლა ლოს-ანჯელესისთვის ნახვა უკვე შეუძლიათ. ხოლო პატარებისთვის აფიშაზე ქართულ ენაზე დუბლირებული რანგოა განთავსებული. რუსთავს მალე 3D ფორმატის შესაბამისი კინოდარბაზიც ექნება. ჩვენ ჩამოვიტანეთ 3 ფილმი, ეს ერთ-ერთი არის ბრძოლა ლოს-ანჯელესისთვის, ეს არის ბლოკბასტერი. შემდეგი ფილმი არის რანგო, რომელიც არის ქართულ ენაზე დუბლირებული, რომელსაც თავალოს ახმოვანებს გიორგი ხიფშიძე, ხოლო მესამე არის რომანტიკული კომედია, მეტი ვიდრე სექსი არის დასახელება. ჩვენ ასევე გვაქვს ხვალიდან ვიწყებთ ახალ აქციას. დავარიგებთ ფასდაკლების ვაუშერებს სკოლებში 50% ფასდაკლების ვაუშერებს და გეგმავთ ასევე სტუდენტებისთვის გავაკეთოთ ერთთვიანი აქცია, რომ 50% ფასდაკლებით ისაგებონ ქალაქ რუსთავში სტუდენტებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსთავში გვექნება მსოფლიო პრემიერები და ასევე სამგანზომილებიანი დარბაზი უახლოეს მომავალში. და ვიწევთ რუსთავის მოსახლეობას კინოთეატრ რუსთავში და ვპირდებით ძალიან ბევრ სიურპრიზს. ძალიან კაი იქნება, რა თქმა უნდა. რუსთავის მაყურებელი, ვინც ხშირად დადის და აქტიური მაყურებელია, იმისთვის რა თქმა უნდა, კაი იქნება. თბილისში სიარულს ჯობია ჩვენ ქალაქში იყოს. კარგი იქნება თუ ხშირად ჩატარდება ესეთი ღონისძიებები. და რა ვიცი, ვივლი მეგობრებთან ერთად ძალიან მესიამოვნა. რუსთავის მერიისა და მხიარული სტარტების ეროვნული ფედერაციის ინიციატივით ხვალიდან მხიარული სტარტები იწყება. შეჯიბრის სკოლებს შორის წარიმართება, რომელშიც მონაწილეობას რუსთავის 24 საჯარო და 5 კერძო სკოლასთან ერთად ერთი წალკი საჯარო სკოლაც მიიღებს. შესარჩევი ეტაპები ხვალ და ზეგ ფოლადის დარბაზში გაიმართება. ფინალური შეხვედრები კი 14 და 15 მაისს შედგება. გამარჯვებული სკოლის გუნდის საამახსოვრო პრიზებით დაჯილდოვდება და საქართველოს ჩემპიონატში ჩაებმება. შეგახსენებთ, რომ მხიარული სტარტები რუსთავში უკვე მეორედ ტარდება. გასული წლის მხიარული სტარტის გამარჯვებული 21 საჯარო სკოლის გუნდი გახდა. სულ 29 სკოლა ჩაებმება ამ შეჯიბრში, ხვალ გამოვლინდებიან ფინალისტები, ხვალ და ზეგ და 14 და 15-ში უკვე ფინალური ეტაპი დაიწყება. წარმატებას უსურვებ ყველა სკოლას. ძალიან კარგი პროექტია, უკვე მეორე ტარდება, შარშან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. თავიდან ვიწყებთ, ესე იგი ხვალ, ესე იგი ანუ ჩვენ ვაკეთებთ ჯერ შესარჩევს. და იქიდან შესარჩევში დაახლოებით, როგორც მე მახსოვს, 29 სკოლა იღებს მონაწილეობას, რუსთავის სკოლები, 30,000 ველოდებით წალკიდან გამოთქვეს სურვილი, რაც ძალიან ესეთი კარგი ინფორმაციაა ჩვენთვის. და აქ 30 გუნდიდან აბლად 4 გუნდი საუკეთესო ქულების მიხედვით ავირჩევთ და ამ გუნდში გაითამაშებენ ესენი პირველობისთვის საგზურს. გაგაცნობთ განცხადებას, შეპესე ქალაქ რუსთავის ნომერ 1 პოლიკლინიკა აცხადებს ფასდაკლების აქციას მაღალ კვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებაზე. კერძოდ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის დიაგნოსტიკა, ექიმი ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, ეკოსკოპია და ჰორმონალური კვლევა ერთ-ერთეული ყველაფერი ერთად 15 ლარად. აქცია ჩატარდება ამ წლის 7 მაისს და 14 მაისს 9 საათიდან 15 საათამდე. მისამართი ქალაქი რუსთავი, გიორგაძის ქუჩა ნომერი 6, ტელეფონი 834 14 14 03 18 85 58. თუ როგორი ამინდი იქნება ხვალ საქართველოში, ამინდის პროგნოზისთან შეიტყობთ.
იყო 6 მაისის სიახლეები, ქრონიკა დასრულებულია, მომავალ შეხვედრამდე.